გამარჯობა, თქვენ უყურებთ სპორტულების მორიგ ეპიზოდს გიორგი ჩუბინიძესთან და აკაკი დარბაიძესთან ერთად. სალამი ძმაკაცო. ხარ ძმაკაცო? რა ვიცი, რა გვიშევს? გვინდა მადლობა გადაუხადოთ Leader Sports square.com-ისთვის, ასევე ჩვენს ერთგულ მაყურებელს და გვინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ Leader Sports-ის და კეთილების YouTube არხები. ჩვენ ჰუმანურებიც ვართ. ჩვენ მაყურებელს ეცოდინება და შეგვიძლია უთხრათ მაყურებელს რომ სპორტულებთან ერთად უყურონ Leader Sports-ის სხვა სპორტულ გადაცემებს და დაუფიქსიროთ ჩვენი გვერდში დგომა მათ. მეგობრებო, UEFA არ წვეთს ჩვენთან ურთიერთობას და მათი დაჟინებული მოთხოვნით გვინდა შემოგთავაზოთ ქალბატონი ლუიზას ექსკლუზივი. გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კრიშტიანო რონალდო დუს სანტუს ავეიროზე. ეს არის ახლა მესის მთლიანი სახელი და გვარი, მაგრამ ასე მის დღემში არ არის დაუძახებია მისთვის და ჩვენს დაუძახოთ, რასაც დედა მესი უძახის როლანდი. კრიშტიანო დაიბადა კუნძულ მადეირაზე. დედამისი ახლა მშვენიერი კარგი ქალი არის, ოჯახის ქალი და ეს. მამამისი იყო ლოთი პირწავარდნილი როიტყვიან ასე იგი. მამამისი არ ყვა ჟოზე, მაგრამ ჟოზას თუ არ ყვა მამამისი აქ მეთხარი ახლა შანემე. საქონე. მაგრამ დედამის თურმე გამოპული ყოლებია კაბის ბოლოზე ბავშვისა ცოტავად. ეს ჟოზას ძალიან უყვარდა და ლევაი და თურმე უმალავდა ხოლმე დედამისის სულ სასმელს საწყალი და ერთხელ საბნებში დაუმალია ის რა ვიცი არიპავნოსა და უპავია მაინც და ჩაუცეცხლია. დედამის უთქვია შესაქონელო ბავშვთან ან ის ინფანტინო რომ მევიდესაო ან ფერგიუსონი მევიდესაო რაღაცა ხო უნდა ქონეს სახში თუ შენ ახლა ფულები გიწყვია სახში გააკ დაწყობილი და გავიქცევი და მევიტან მაღაზიედანი ავნაირი კაცი ყოფილი ერთხელ მე რონალდუს ქონებია ჩუტყვავილაი ბავშვს ხო და უთქვია დედამის რომ ჟოზეო რაღაცა მაინც მეერიდეო დღეს მაინც არ დალიო დაულევია მაინც და მაგრამ ბავშვის კოუფუჭებია პენალტები მეორე დღესაც ცოტა კვეცე გვარზე ხტესო ნათქვამი არის ჩემო ძვირფასებო და ეს რონალდუს მაცკაყოლია მამა ემისის ყვას გალოთებულა საწყალი და მამიდამის უმარჯონია ჩემი ძმაიო ქესვამსაო და ასე არის ამ დღეში არისაო მაგრამ ჩემ ძმისს მაინც უნდა უპატრონო და ჩაუდგიათ მე ამპულაი ამ რონალდუს ძმესთან და გადაურჩენია ასე მამიდამის რონალდო მე ხშირად იხსენებდა ხოლმე თავის ბავშვობას, თავის გაჭირვებას და იმას და დაწყვეტია გული დედა ემის. რა ჩემ რონალდოსო რო ეგ ფიფებში და იმაში არის ლაპარაკოსო ჩემი ოჯახის გაჭირვებაიო. არავის ეს ინფანტინო საქმე არ არის ჩემი ოჯახის არც გაჭირვება და არც დალხენებაიო. მართალიც არის. რონალდოს ოქროსბურთი რომაუგია. რო გასდედა და ესე მე შოუთავაზებიათ ღვინო რონალდო ერთი ჭიქა დალიეო აღსანიშნავად და ისიო რონალდოს რა უთქვია იცი მამა მაგარ მამიკლა და მე მაგას დავლემაო გადაუდია გვერდზე და მე ეს კოკა-კოლასაც მოაყოლეს ახლა კოკა-კოლას უფრო დიდი რეზონანსი მოყვა თავიდან ის გადადო ღვინოი კაცო ასე არის ობლის კვერი სხვა და გვიან გამოცხაო ამაზე არის ნათქვა რონალდოს თავიდან ეძლეო და ერინა შეიკი ასე გაუცხადებია ქალბატონს რონალდოსო სანამ ლისაბონში ბინა არ ექნება იქამდე არ გავყვებიო რო შემოსულა სახში და ოჯახში რო შემოსულა რა ვიცი ყველა შეიკს უძახოდა და დაუძახია დედამისას შეიკი და ქალბატონს უთქვია მეო შეიკი კი არა შაიხ ისლამოვა ვარა შაიხ ისლამოვა თუ არა ეგეც არ მყავდეს ახლა დადაშკალიანი საქონი ახლა ტამფეხად მართლა კარგი გოგო იყო და ისე მაგრამ იმნაირ შავე ყოფილა იმნაირ ბენზური ასე კარტოფელს რო შეწვამდაო სამი ოთახი ისვრებოდაო მაგრამ ბოდეში და ქალიშვილიც ყოფილა ნასმუსნი ყოფილა ეს ახლა რაღაცა ფორმას თუ გავსდი გამართლეთ კაცო ბოდეში შეიკი რო გააცრო რონალდომ დედამის უთქვია რომ რონალდო ესეო ან დაგაქცემსო და ან აგაშენებს დედაო მაგრამ წენია MMA-ს აქვია შეიკის დედას და გოგლანცია რონალდუს დედაი და რონალდუს დედასაც წენი აქეთ მეო არაფერი არ მააქო ირინას დედის დასაძრახიო ერთი ის უხადა ვინეგრეტი იციან ამოწყდა მაგათიჭეში
ქალბატონს გაუცხადებია მე ყველა დღეო ახალი კაბა უნდა მეცვასავ დედამის 52 წლის ხანი არის და ორი კაბი დადის თურმე საწყალი ერთი მოყოლილი ქონია კი დავანებოთ ახლა ამას და რონალდოს ყავს ძალიან კარგი ბავშვი სრულკაპიტეტეს და ეს დასაძრახი და ეს კი არ არის კაცო მაგრამ მიზესაც ხო გააჩნია შენი ჭირი შეიხ ესლამოვას გაუცხადებია რომ მე ბავშვს ვერ გავაჩენო მენჯებს ვერ გავეფუჭება კი კაცო ხა ეს კარგი არის რა ქვია აუტიუმიც კარგი არის სამოდელო კარიერაც კარგი არის და ეს პარიზის ფაშანვიკიც კარგი არის კაცო მაგრამ ასე უთქვიათ ირინაო პარიზის მოდის კვირეულიო ერთ კვირაში შევის და იბავში დაგჭება ეტა ძაბულობა და ის რო ქონიათ ახლა ერთმანეთში ძალდე დამთილს ირინას უთქვია რონალდოსთვის რონალდო ერჩიეო ან დედა შენი და ან აღარ უნდა გაჩერდი მადანაო წეთრი ახლავე აქედანიო მამაცხო ძალიან კარგად ხო ჩაულაგებია ეს მევტარა ყველაფერს ჩაულაგებია ეს პარკი და ამოუძუებია კუდე აქედანი ბევრი თითმა ეკვნიდა მაგრამ რაღაც იზამდა რონალდოს უთქვია ისე წადი ჩაულებრივად ქარო მოდელები დადიანო ისე კინო წახვალო ჩაულებრივად წადი ჩემი სახლიდან და წასულა ხო რა ეფიქრა და ემისმა ყოუში ამ ნაირძალი და ახლა ამების უთქემაო დამართნია ფიფრომა საწყაც არვიულობას წავიდა შეიკიდა ოჯახში შემოწხრიალ და ჯორჯინია შვენი არის კარგი გოგო არის ახლა არც ჯორჯინიას არაფერი გაუკეთებია ჩემთვის და არც შეიქს მაგრამ ეს მართლა კარგი არის კარგი ხა და ეს ჯორჯინია რა ვიცი ახლა ეს კარგი ხასიათების გოგოც არის გასაქანიც უფრო მეტი აქვს და აი კანის ფერი და ისე არ არის მაინც და მაინც აუცილებელი თეთრი თავარი ადამიანი იყო რა შემოსულა ოჯახში ეს ჯორჯინია დაფაცურებლად მოუტრიალებია სულ ყველაფერი ბალიშები და საბნები და ტანსაცმელი და ის გველს ირინას არაფერი ქონეს დატოვებული და მართლაც დამბოჭკდა ახლა უნახია და დიდი გუნჯალი ბეწვის ესე ბუმბულებით და ბეწვებით გამომსილი და 34 ჭიკარტი ყოფილა ჩარჭობილი შიგნითკენ ბეწვზე მეუსაც თუ რა იმწას ხდებოდა რონალდოს ზუსტად 34 წლის მაგრამ ეს ადრეს მეიყვანეს მეორე დღეს და იმ დღეს მე მაკრატელაზე გოუტანია რონალდოს ჯორჯინია რო შემოსულა სახში მასში თოვე გოუშვია მოსამსახურე რა თმინდა მე მოსამსახურე აქანა მე სახლე თუ არ დავალაგეო და შენი წვირიანი ტრუსიკები არ გავრეცხო აბა მიყვარხარ რაღაც ქვია ასე არის ახლა იმ ჯორჯინია მე ეს რა დედამთელიც დააფასა ბავშვებიც კარგი გოუჩინა რონალდოს და ცხოვრობენ კარგად ასე სიამთყვილობით ასე არის რონალდო ხარ თუ ბერადო ხარ კარგი გოგო რო ყავს გვერდში კარგი ხარ შენც კარგად ძანდებოდეთ მადლობა ქალბატონ ლუიზას ძალიან საინტერესო იყო ცოტა ვინერვიულე კრისტიანოს გამო არ ვიცი როგორ მიიღებს ამ ყველაფერს მაგრამ იმედია გაგებით მოეკიდება ქალბატონ ლუიზას ჭორებს ასევე ნიკი ლაუდას ხსოვნის საპატიოსცემად თავაზობთ ნუგოს ავტობლოგის მორიგ ეპიზოდს ეთერი დაუთმოთ ბატონ ნუგოს მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელებო მე ნუგზარი ვარ ჩუბინიძე ფართო მასისთვის ნუგზარ კლაქსონი ეს კიდე ჩემი ავტობლოგია დღეს ჩვენ გადაცემაში განვიხილავთ ყველაზე მეტი და არავისზე ნაკლები კამაზი მეგობრებო ჩემო მოყურებელმა ეს უკვე კარგად გაითავისა, მაგრამ ახალი მსმენელისთვის ვიწყებ სანამ განხილვას დავიწყებთ. აუცილებლად მოვახდინოთ პარკირება.
რიგში ისმის კითხვა რა არის კამაზი და რატომ არის იგი ძალიან ლამაზი ამასთანავე რატომ არის იგი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დედამიწის მასშტაბით პასუხი ძალიან მარტივია თუ ჩვენ მის სახელს უკუღმა წავიკითხავთ ჟამაკ ეს ნიშნავს ციხესიმაგრეს და მიდი ახლა დაეტაკე შენ ციხესიმაგრეს აპარას უზამ ჩემს ძვირფას მსმენელს ვეთქვი რომ ეს ფრთხიალა ანგელოზი სტალინის პირადი დაკვეთა იყო ამიტომაც დაარქვეს მას კამაზი ჟაკაზი ერთია რა ჩემს ძვირფას მსმენელს ისევე მოვახსენებ რომ ეს კონკრეტული მანქანა დახვრეტილი ხალხის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა მაგრამ მას ზოგიერთი არალეგალურადაც იყენებს ზოგს შებენი გადააქვს ზოგს შეშა ხრეში 1000 რამე არ შეიძლება ეს ყველა დაუშვებელია ხალხო მის სისწრაფეს ერთი უმადლოსული ემსხვერპლა და ამაზე მეტყველებს საფლავის ქვაზე დატანილი გრავირებას 120 გარბის კამაზი გვემშვიდობა რამაზი ჩემო კაი მსმენელებო კამაზმა ძალიან ბევრი ოჯახი დაანგრია მაგრამ კამაზი რისი კამაზია თვითონვე გაიტანა ამ ოჯახის ნანგრევები რაც ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას ჩვენ თუ კამაზს კუზაოს ავხდით მე ბოდიში მოვიტყვიეთ ახლა მის კუზაოს დახურვაზე და ძალიან გთხოვთ ვიდეოს გულისთვის კუზაოს ნუ ამაწევიებთ ეს არ არის ბოშობია ჩემი ცხოვრების ძალიან სასიამოვნო ისტორიას გავიხსენებ თუ თვალზე წრემლი არ მომადგება იმიტომ რომ წრემლებს ძალიან ვერ ვიტან ერთხელ კელტიტოლა ბიჭი ვიყავი როდესაც პადმოსკოვიაში ქორწილში დამპატიჟეს მე რა თქმა უნდა ეფექტის მოხდენა მინდოდა და ამ პატარა ბიჭით გავიქეცი მაგრამ რუსები არიან რა ეფექტს მოგახდენიებენ მაგათ შენასწავლი სულ ყველა კამაზით დავხვდა შემიძლია კადრებიც კი განახოთ კამაზი ერთ-ერთი მანქანაა რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე და სისუფთავეზე ზრუნავს მისი დაქოქვიდან დაზრომდე უამრავი დრო გაქვთ იმისთვის რომ ხელფერი დაიბანოთ საჭმელი შეჭამოთ რაღაცა კეთილი ნათესაობა მოიკითხოთ და უმალ გავარდეთ თქვენ საქმეზე ეს საოცარია სვეტაშორის ჩემო ძვირფასებო ეს გაიძვერა არაერთი რალის გამარჯვებულია როდესაც მან მოიგო დაკარი მეც ვერ გავჩერდი და ვისალოცად ორი ჯიგა დავკარი არაფერი გვაქვს ბიჭო თეთრი მინა მეტი არა კამას პირდაპირი კავშირები აქვს საბჭოთა კავშირის ლიდერებთან თუ არა რა შეიძლება იყოს სხვა გორბაჩოვის თავპირზე არსებული ლაქა გარდა კამაზის კარტელიდან ჩამონაღვენთის ზეთისა ჩემო ძვირფასებო კამას იმხელა საჭი აქვს რომ მისი 20 წლიანი მართვის შემდეგ თქვენ ტაშ ვეღარ დაუკრავთ ძვირფასებო მაგრამ მე მგონი გარისკვა დღის ჩვენ და სამწუხაროდ დასასრულისკენ მივიწემთ და ისმის კითხვა ბოლოს რა არის კამაზი ოჯახის ძალიან მაგარი კუზაოიანი მეგობარი უბრალოდ საბანკეტო მანქანა თუ ოპტიმუს პრაიმის დიდი ბაბუა დედის მხრიდან ახლა გუკამაზო მადლობთ მადლობა ბატონ ლუგზარს ასეთი საინტერესო განხილვისთვის. ძალიან საინტერესო იყო ზეთისუნი ახლა მოვიდა. კი, ძალიან საინტერესო იყო. იმიტომ რომ ზუსტად გზრობს მე მგონი ამ მანქანების არს. ну ყოველ შემთხვევაში მე ესე როგორც ეკრანიდან მე ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავდა. თქვენთვის მოგვინდია შეფასება. ჩვენი სტუმარია იუმორისტი, ჩვენი მეგობარი და ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარი სიკო ჭუმბურიძე. რა ვახარს ბაკაცო? როგორ ჩემოსგენი ენაცვალეთ თქვენ ხარია თქვენთან მეც მომენატრეთ ძალიან და
კარგია რომ რაღაცა სპორტული ამბავი დაიწყეთ და წარმატებები სანამ რაღაცა სიტყვით რომ ძალიან მიხარია თქვენ შენ სპორტთან ძალიან ახლოს ხარ და ჩვენ ძალიან მოგვერატრე კიდე და კიდე დავაფიქსირებ ამას რომ დავიკარგეთ აი ეს არის რა მაგრამ სად შევხვდით აბა ბიჭო შეხედე როგორ მოწია თუ რა ჩვენი საბაგირო ტრესტი იქიდან ვაფშე შუმახერა მოდის იმ კიდიდან ჩამოდის რა მოსახოს შემოდის ისა ხო მაყურებელმა ალბათ იცის რომ ჩვენ მეგობრობის გარდა თანამშრომლებიც ვიყავით კაი დროს რუსთავიორში რამდენიმე წელი ხო კომედი შოუში კი სკეჩიც ვყავართ მე მგონი ხალხს ეთანახი ხო თქვენ მით უმეტეს ახლა ბეთმენა და შენ და რომელი წელი იყო თქვენი ისა 2000 არა გატყუებ არა გეტყვი მართლა გეტყვი 19 ხო 2019-ში მოვედი 19-ში ხო დავფიქსირდით ანუ თქვენ შორტები რა გზარული იყო მაგას მოხვედი არა ჩვენ დრო შორტები არის შორტები ერთ პერიოდ რა გზარული იყო რუსთავიორში ბიჭო მე შორტებით დავდიოდი ესე იგი არ ყოფილა ჩვენ დროს ჩვენ დროს ესე იგი გადავლილი იყო რატო იყო აგზარული შორტები ბოდიში მომითხოვია ერთად ბორდის წევს თათვირზე გადმოუვარდა ყვერი ესე აგზარული პერიოდი ძალიან კაცო რა საინტერესოა დრეს კოდი როცა არის სამსახურში ეგეთი მაგრამ იცი ცოტა დავაგვიარდე შორტები ხო არის რომ შიგნით რომ კიდე სარჩულია კა ეგენი შეიძლება აა ხო და ეს სარჩულო შორტები ძალიან საინტერესო დროს მოვსურვათ როცა უკვე თავისუფლება იყო მაგ საკითხში არა, კაი დრო გავატარეთ ერთად. ძალიან ბევრი. რამდენი მოგონება, კაი სამსახური ხო, ჯერ სიკოს მანქანაში რამდენი მოგონება. მანქანაში, ჯერ იყო გოლფი, რამდენი მოგონება იყო, რამდენი მოგზაურობა. აა, კაი იყო. ასე. ნამდვილად. ბატონო მიკაჭას გარმაგჭე. ბატონო საიმონ არა. სიკო შენ წეგანაც აღვნიშნე დასაწყისში რომ ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარი ხარ და ჩვენ ვიცით რომ ჯვაროსნების ერთ-ერთი დამფუძნებელი თუ დამფუძნებელი ხო ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარ და ერთ-ერთი დამფუძნებელი თქვენი დამფუძნებელიც არის ო და აი როცა იწყებოდა მაშინ ფან კულტურა ესე ვთქვათ მაშინ თავიდანვე იყავი აქტიურად ჩაბმული და გვაინტერესებს აი რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული როგორ იწყებდით ამ ზოგადად ფან კულტურის გაცნობას ქართველებისთვის და დღეს როგორ შეიცვალა ყელი რა მდგომარეობაში ჩვენ რომ დავიწყეთ ფან კულტურაზე როგორ ფან კლუბები თვითონ არ იყო და კულტურა საიდან ისე ჩვენ ხო შენ დაარწი მაგათი ერთ-ერთი იმპორტიორები ჩვენ ვართ და რაღაცა ხო გარდა იმისა რომ აი თქვა ხალხმრავალობა და სტადიონზე თქვა რაღაცა ხიარულება და ხმაურის გარდა სხვა ამბებიც ჰქონდა რომ თქვა რაღაცა თქვა ინტერნეტის საშუალებით ან ტელევიზიის საშუალებით ქალაქში მსვლელობები ჰქონდა რაღაცა 1000 პროექტი ვაკეთეთ წლების განმავლობაში რითიც ვეცადეთ რომ რაღაცნაირად გაგვეღვიებინა და მე აი ახალმა თაობამაც საბამ და ასე შემდეგ ბიჭებმაც რაღაცნაირად მე კიდე გააგზელეს ესე ვთქვა და რაღაცა ცოტა კიდე ახლებური ელფერი შეძინა. აი რაღაცა შეძახილებს დაწენდი შენ. რაღაც ისინი ხო გქონდათ? დევიზი კი არა და რა ქვია იმას ბიჭო? შეძახილები. შეძახილები მქონდა კი. გაიხსენებ? არ მიგატო ფარაზდროს ნაკრები ჩემი გულია, მეც ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ჩემი გუნდია. იქ სადაც ჩემი გუნდი არის ჩვენი სლოგანი რომელიც ძალიან მიყვარს და რაღაცა ახლოსაა ჩემთან. რაც შეეხება შეძახილებს და სლოგანებს. რა ჩემი რაღაცა ვითარდება მე მგონი კულტურაც რა, რაღაცნაირად ყალიბდება. ჯერ რა თქმა უნდა არ ვართ ისე, იმიტომ რომ იქ ხო რაღაცნაირად პროპორციული არის ეროვნული ლიგისგან ვითარების, რაღაცა მე იქ რაღაცა ქალაქებში ზეიმები ახლა სხვა ქვეყნებში ჩახვიდე. შეიძლება ჩვენზე სუსტი გუნდები წავდეთ, მაგრამ რაღაცნაირად კულტურა უკვე არის ის, რომ რაღაც ქალაქში ქალაქის გუნდი რო თამაშობს მიდის თელი და არ აქვს მნიშვნელობა და შვილიშვილი. რა თამაშია, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშებს, საერთოდ. წინა გადაცემაში პირველად წამიყვანა აკაკი თამაშზე რა, ანუ ხო. არ ვერ ვიყავ ისეთი გულგადაკნული ფანი და ბიჭო თვითონ ძალიან განსხვავებული ემოცია, როცა სტადიონზე შედიხარ ეგრევე ინათლები რა იქ არ ვიცი რაღაცა კიდე თუ რაღაცა ის ქართული სიყვარული და რამე გაგაშინია, თან სანაკრებო თამაშზე ვიყავით მაშინაც და აუ შოკი იყო. კიოდი ყვირო თან რაღაცა ესე ემოციებისგან დაცლის ერთ-ერთი ძალიან კაი საშუალება და მიდი მოვდიო თან ახლა გინება ხო ვაფშე არ გვეშლება და ეს ხო გიჩას პრობლემა არ გვაქვს მაგასთან შენ ისე დროს დაიწყე თან მაშინ ისეთი ამბავი იყო
ჰიმნის სიმღერაც უწყდებოდა ხალხს. არ მღეროდნენ ჰიმნს. მე დინამოს გვერდზე გავიზარდე რა. ნუ იქ დავამთავრე სკოლა და რაღაცა და დინამოს გვერდზე ნუ ყველა თამაში ეროვნულ ჩემპიონატზე არც ბილეთის არც იბეჭდებოდა რომ გაფრთხილიყო რა. იყო კარგი რა. ოღონდ მიმისული იყო და აი ეგეთ თამაშებზე დავდიოდით რა. ხო და ნაკრების თამაში იყო თემა იყო, მაგრამ იქ ქონდა რაღაცა ისეთი წერტილები რა, სადიდანაც ვიპარებოდით რა. ერთი იყო ვთქვათ რაღაცა ესეთი ავტოფარი იყო და იმის გვერდზე გაღონული იყო რკინა რა და იქ მე და 1-2 წვლილი ვიპარებოდით. მაშინ კაიტანზე ვიყავი რა და ვიპარებოდით. მეორე იყო პროფილაქტიკა იყო კუთხეში ესე რა და ამ პროფილაქტიკას უკან გასასვლელი ქონდა და იქ ხე შინაურად ნებიჯი რაღაცა და ვაპარებდი რა, გაიორი ისო გამოიხედავს მოდი. და მე იქიდან პირდაპირ იმაზე შედიოდი რა და მე შიგნის შესვლის პრობლემა აღარ იყო რა, იქ იყო მთავარი რკინის ჭიშკარში შესვლა. ხო და ერთხელ იყო რომ ინგლისი იყო ჩამოსული რა და იქ მივედი და იქ პოლიციელი დაგხვდა, კარები გადაკეტილია, რა გავაკეთო? და ბოლოს ხო და უკვე ჰიმნები რომ მომესმა და ესე ორი იყო რა, ეშელონი რა, ეს პოლიციის ერთი ეს და მეორე უკან რა კიდე რა, ხო და ვიღაცა ხე მარტო ბილეთიანებით გალა რა, უბრალოდ გადადით რაღაცებს იძახის ეს კაცი და დავაწვიქე პირდაპირ რა, მეთქი ხი აი ბოლო რა არ მაგ დასაკარგი უკან რა, დასახები გზა აღარ მაგ და მივდივარ რა და ესე გამაჩერა რა, სამედი ხარ. მე ვთხარ ბიძაჩებთან მიდივარ. ბიძაშენი ვინ არისო? თამაზე ჭუმბურიზე. თამაზე ჭუმბურიზე ვინ არის? ბიძაჩემია, გიჟია გაატარე თუ და აი ესე შევედი ბიჭო. აი ესე შევედი მე ბიძაშეს პარლამენტში არსებობ. დაწუნებული ნებისმიერ კორდონს გაარყო შენი საერთოდ. მეტი წამი რა ბოდიში. ტიკეტ ჯიზერი რიგში დგომას ჯობია ძმა. მათ კიდე შანსი გაქვთ რომ შესული აქ შანსი არ 107,000 ძმა. 100 კაცი უნდა დასვა რომ აჩალიჩუდა რაღაცა. აზრი არ აქვს. ახალის გაიჭი. ფანებს შორის ჩემპიონატებსაც ხო თამაშობდით რა. გასვლებიც ჰქონდა დიდებულ ქვეყნებში. კი, იქ ყოველწესი იმართებოდა სანამ ეს უბედურება დაიწყებოდა და ევროპაში თუ ვინმე ქვეყანა არის, ყველა ჩამოდიოდა რა. ჩვენ რო ვიყავით 20 თუ რაღაცა ქვეყანა იყო რა. ეს მასშტაბით. ხო, ნუ პატარა ქვეყნები ნაკრების როზის საგროვებს იმის პრობლემი შევანა, მაგრამ ესპანეთი, იტალია, ყველა იქ იყო რა. ვინ არიან ჩვენი ბულკები? ჩვენ ჯგუფში გავიდა ჯგუფში მოხვდით, მასთან დანიასთან და შვეიცარიასთან. არაფერი. ხო და შვეიცარიასთან ბიჭო წავაგეთ. ცუდი ტაქტიკით დავიწყეთ რა. ამოუსტელები ვიყავით და 3-0 ვაგებდით და მეორე ტაიმში გადავაწყვეთ, განმოვეწყვეთ და 3-2-მდე ავედით და ვეღარ ბოლო წუთებზე უტიეთ და რამდენი წუთიანი ტაიმები იყო ისე? 25-იანები იყო და თან იყო ივლისის ბოლო და შუა ერთხელ იყო რომ ორი თამაში მოგვიწია ერთ დღეს რა. ჩვენ ახლა ფეხბურთელები რო ყოფილიყავით კიდე ხო და ფეხბურთელები ერთ თამაშობს დღეს. და ისა სასაგაიგო არ ყავდა რა. ერთი ყავდა და იმან თავიდან მეთქვა რომ აი როგორც კი წავიდა წასვლაზე ლაპარაკი რომ მეო ნუ შემიშვებთო რა და ნუ შეგიშვებთ და აი გეზარება არაო და ნუ არ შემიშვებთო ისე თქვენივე უსაფრთხოებისთვისო და ერთხელ ძალიან გაგვიჭირდა და შემოვიდა და აი რომ შემოვიდა და აი იქვე ჩაირბინა იმ მოწინააღმდეგე რა ბურთი და აი იქვე მოკლა და იქვე გავიდა ეგრევე რომ ხო გითხარით ზნო რა გინდა წავიდა მე 10-ით გავაგზავნით 10 კაცით 11-11-ზე თამაშობ. მე მეგონა რაღაცა მინი ფეხბურთის სტარტუზე თავის ყველაფრით ბიჭო თავის იმნებით ნაკრების მაგარი მუღამი ხო რა დაფინანსება გეხება. მე ძირითადად უკანაცვლელი ვიყავ ცენტრალური მაგრამ ერთხელ წავედი აი დანიასთან წავედი და იმიტომ ვაგებდით 3-0 და მე ჩამოვედი უკან და ერე ბიჭება მიხედეს და პრიზები რა იყო ისე? პრიზები იყო სიმბოლური ბურთები არა, მაყუთი იყო. ჩვენ პრიზი ავიღეთ, იცი რა იყო? მეორე ადგილს არაფერი არ ეკუთვნოდა რა. ისეთი ის იყო რა, საპრიზო ფონდი. არც მესამეს არ ეკუთვნოდა. მაგრამ ჩვენ თასი მოგცეს მაყურებლის სიმპათია თუ რაღაც ეგეთი რა. ანუ ყველა ფანკოს გამოარჩევენ ხოლმე, ყველაზე ჯიგარ ფანკოს რა. ისე არჩევენ ხოლმე და ყველა რაღაცნაირად ჩვენ ჯიგრი. რაღაცა, იმიტომ რომ ფეხბურთს შევავენ ვითავაში, მაგრამ ჯიგრები რა. ასე რომ იყურებენ დაჩუქარი მომლები სანდო არ თან. ხო. მე უკრაინულ გუნდს ვეთამაშეთ მე-4 ფინალში და ჯგუფიდან გავედით შვეიცარიას, დანიას მოუგეთ 6-2 თუ რა. 6-2? 6-2 თუ 3 არ მახსოვს მე გონს. და მაგრამ მოუგეთ და გავედით და მე უკრაინული ფეხბურთის გუნდი შეხვდა. და 2-0 მოგვიგეს, მაგრამ ძიმე ბრძოლაში. 2 წელს გავარტყით მახსოვს რაღაცა იმათი ტრენერი გადაირია ფეხბურთის გუნდი ხართო ბიჭო ვიღაცა ლოთები გეთამაშებიანო. ახალიაზე გამოსული ხო იცი.
ნაბახუსები. ხო და ხელი წავიდათ რა. იქ კიდე ანუ ირლანდიელები ვიღაცა ჩრდილო ირლანდიელები ვიღაცები ჩვენ გულშემატკივრობდნენ რა უკვე რა რაღაცა კარგი ურთიერთობა ქონდა იმათთან და სასტუმროშიც ერთად ცხოვრობდით. რა, თან მიდოდეს. ცოტა აი ის იყო რა კონტაქტი იყო ეს ფუჩკის ქონდა ძირითადად პრობლემები. ფუჩკის ქიმია. აი ესეთი კაცი ენის უცოდინარი დაგვრჩა აეროპორტში. იმიტომ რომ იქ ბარგზე ვერ გააგებინა დროზე რა საქართველოს ვერ წამოვიდა. ბარგი რომელი იყო ამის ციფრებიც არ იცოდა რომ ეთქვა რომელი ნომერი იყო და ისე და რაღაცა და ამის გაუგებრობაში დააგვიანა რეგისტრაციას და მარტო ეგ დარჩა. თვალები არასდროს არ დამაგესტებს ეს რეგისტრაცია და ეს იქ იდგას და ბოლო ნუ გადაწყდა რომ იქ ვიღაცას ვეხვეწეთ არაო შანსი არ არისო რა მორჩა ეგ და მახსოვსო გრივნების ხურდები ანუ ლარის ხურდები რომ იცე ბევრად დიდი ფულია ვიდრე გრივნების ხურდებს ვაზრე აი ერთი ხუთზე იყო რაღაცა რა და აი ეს ხურდები რომ დაუყარე მაგრამ ვიმედოთ ჩამოვიდეთ ვერე ვინერიულეთ და ეგრევე დავრეკეთ თან ურეკავთ როგორც კი ჩამოვიდით რომ აი რაღაც საჭმისფური ჩაურიცხოთ თან ვიცით რომ ენა არ იცის აქედან რომ ვიღაცა რომ იქნებ იქ იყოს ვიღაცა ვიპოვოთ რომ იმან ბილეთი გადაუცვალოს რომ ეს ვერ გადასulis ვიცით და ხო ხტები ანუ პრობლემებში ვარ და ურეკავ და არ იქებს რა არ იქებს რაღაცა ბოლოს დარეკა კარაოკე ბარში ვარო კარაოკეში საიდან მოხდი და კაცი ისეთი თვალებით ვიჯექიო რომ ვიღაცა უკრაინულ გოგოს გაუვლია რა და ეტყობა მიხვდა ამის თვალებში ბოჩოლას თვალებში ამოიკითხა რომ შარში იყო და არ ვიცი როგორ გააგებინეს მაგრამ იმ საღამოს ტელეფონიც უყიდა იმ გოგომ სახშიც აიყვანა დააძინა კარაჩი რა და დააძინა და კარაოკეშიც და კარაოკეში რო იმაშობოდა როგულავდა იქ გვერდზე მაგიდაზე კიდე ვიღაც გოგოებს შეღურტულებოდა რა ეს იგი ჩვენ რო ურეკავდი და ამიტომ არ მესმოდაო კი უნდა დარჩენილი იყოს რო ხო სანერილოს კი ბოლოს რო დავფიქრდით მასეჯობდა მე კი ვიცი ახლა ვის გულშემატკივრობდა რანაირად და FIFA-ს როგორ თამაშობს და რა გონდა და რა ბარსელონას გულშემატკივარი ხარ და რატო გეზიზღება მაინც და მაინც ინტერი წელს და რა მოხდა ეს შენიაზე ძალიან კაი გუნდია ეს გულშემატკივრო ბარსელონას წელს განსაკუთრებით მაგრამ ნახევარფინალში სამწუხაროდ არ გაგვიმართა იცი რა არის ძალიან მოკლე პერიოდში ბარსამ აჩვენა ისეთი პროგრესი რომ პირობითად სეზონის დასაწყისში რო გეკითხა რომ ნახევარფინალში ხო ვერი ბრძოლაში გამოვარდებაო ხო რაღაცა ის ვიტყოდი რა მაგრამ მე რამ თამაშით ის იმდენად რაღაცა უცებ აკრიფა ამ ახალგაზრდა გუნდმა და ახალგაზრდა გუნდია რა ალბათ ცოტა გამოუცდელობა და ცოტა ის რო არ ყავდა ისეთი გუნდი არ ყავდა ბალდი არ ყავდა რაღაცა დაცვაშიც რაღაც ბავშვები შემოვიდნენ ისედაც ბავშვების გუნდია და მე კიდე ძალიან ბავშვები მოუწიათ და ეხა ლიგის ნახევარფინალია და ნუ ეხა ინტერია რა თან ინტერი დიდი ხანია რაც ერთად თამაშობენ ეს ფეხბურთელები და შეთამაშებულებიც არიან კი და ყოველთვის ეგეთი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკვე ნათამაშებია ამ წუთას და ამ შემადგენლობას და კი ბატონო სავარაუდოდ მაგრამ მე დარწმუნებული რომ გაისად უკვე ხო გაისად უკვე ეს მოდი ყვარას სავალი ბირთვი შევინარჩუნო ბარსასი და აუცილებლად დავდებ პირობას ეგეთი რაღაცა კითხვა გვაქვს კიდე რომ აი საქართველოს ნაკრებსაც გულშემატკივრობს თავისთავად დინამოს ასე შემდეგ ბარსელონას ყველაზე დიდი იმედგაცრუება რომელი თამაში იყო შენ მახსოვრობაში თამაში ხო თამაში ან საფეხბურთო მოვლენა რამაც თქვა ცოტა გული აგიცრუა რობერტო ბაჯოს გატანილი გაუწა ხო აცილებული პენალი იყო ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება რაც ბავშვობის ტრავმა ალბათ და მაგიტო ვიტირე იმაზე ვტიროდი კამერუნზე ვტიროდი იტალიაზე ვიტირებდი მაგრამ იქნებოდა კამერუნი მიყვარდა კიდე რაღაცნაირად ცეკვავდნენ ხოლმე გოლის საჩემპიონში 90-ის ჩემპიონატს გამოვიდა და მე 14-ისაც და ასე ის იყო, მაგრამ იტალია ჩემი მტკივნეული მომენტი მაქვს, და ბაჯომ შემაყვარა ფეხბურთი ზოგადად რა. ცოტა უცნაურია იტალია და ბარსელონა, მაგრამ რაღაცნაირად ნაკრებებში იტალია არის ჩემთან ახლოს რა. ეგეც ცოტა უცნაური. ხო, ნუ ვართ ესეთები. ესეც მარტო მე ბაიერნი რას უშვებოდა ბარსელონას, მაგრამ და ბარსას ფეხბურთი კიდე თავიდანვე მიყვარდა რაღაცნაირად. თლიანად გუნდის ფილოსოფია მიყვარს დღემდე და არც ცვლიან და კარგია. ესეთი პატარა რუბრიკის ამბავი გვაქვს. როგორც შენი მრავალრიცხოვანი პერსონაჟების ქონი ადამიანს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ბად დასამახსოვრებელი ახლა სიკოსი დაინახა, აი კუკუშა, ხო, როგორც არის ჩვენზე არის, რომ ტოპე და ტანჯოროდან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პატარა ბლიც ის გვაქვს რა, შეკითხვები რა, ინტერვიუთ რაც ქვია. კუკუშასთან და აბა შეეცადე შედიროლში თუ გინდა ვინმეს დაუძახებთ ეს შენ ამჭირდება ხოლმე თვითონ მოდის ბატონი მოეცადე რა აი საყვარელი ფეხბურთელი ძმა
ქართველი კიდე თუ ლეო მესიზე მაგარი ვინ გითხრა ვინც მახსოვს და ვინც ვიცი მაგრამ ეხლა იამალი ცოტა ლიონელი იამალი შეიძლება რო გახდეს კაცურია და ადამიანია და პერსპექტიულია ბიჭო რომელი გოლი დაამახსოვრდა ყველაზე მეტად შენი აზრით კუგუშას რა თავის პერსონაჟიდან და ყველაფერიდან ვაფშე თუ აქ რა რაღაცა ბევრი გოლები ნახეთ ციხეში არ იყო რა აი მაგალითად რომელი გოლი დაამახსოვრდა ყველაზე მეტად კუგუშას რა მის ხასიათთან ყველაზე მეტად ახლოს რომელი იყოს ბევრია კაროჩე ციხეში რასაც უყურე კაროჩე რაც გადმოსცემ შავ თეთრზე რასაც გადმოსცემდნენ ხოლმე ძველებიდან ახლა გამახსენდა ოუენის გოლი არავინ არ ელოდებოდა ამ ჯიშს მე ვამპერსის გოლი მახსენდება თავით გადანილი იბრაგიმოვიჩის მაემუნობები მახსენდება მესის დრიბლინგები მახსენდება არ ვიცი ბიჭო მე დიდი ვარ უკვე დიდი ვარ ძმა ხემიგე და მე რაღაცა ჩემი ისტორიიდან ბევრი გოლი მაქვს ერთ როგორ გამოვაჩვი ეს გამოვაჩვი მეორეს ეწყინება ვის ვაწყი ჩემ ლეოს ვაწყინო თუ ლეოს არ აწყენიო მაშინ მესიმ გაიხსენა რომ ყველაზე მაგარი ჩემი მაგარი გოლი არისო თავით რო გაიტანა ხო გასოს მესის თავით გააქვს დასამახსოვრებელი იქნება ნამდვილად მაგისტერ მანჩესტერ იუნაიტედთან ქალი სპორტსმენი ვინ იქნება ესე ყველაზე საინტერესო გუშესვის ვის მოუჩლიქავდა უფრო მეტად ენას მაგალითად აი რო შეხდეს რა შარაპოვა პირველი შარაპოვა კიდე არიან ვიღაცები მაგრამ ვინც ამოაგდო მემორიამ პირველი რომელ ქართულ ფეხბურთელთან ერთად დააბირჟავებთ მაგ დაბირჟავებული რამდენიმე უქმეთთან დავაბირჟავებდი კაროჩე კოჩორასთან ერთად დავაბირჟავებდი კაროჩე კოჩორასთან ერთად და გძელთბებზე ვეღადავებდი ბირჟის კონჩე თორე ისე რა ახსნა და ზარი და რა სპორტს დაამატებდი ოლიმპიადაზე სპორტს დავამატებდი კაროჩე არ ვიცი რა ბურთი უნდა ერქვას ერთმანეთი რო ვისროლოთ ოლიმპიური და ერთმანეთი რო გავიტანოთ ოლიმპიური კარჩაობა შეიძლება ესე ზიხარ და ვინ უფრო დიდხანს იკაჩავებს ფეხის თეთრზე რო არა 5-ზე იწყებ მე 4-ზე დგები მე პირაში თითოზე არიან და ეს კალკალები ცერებს მადლობა კუგუშას ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ სიკო 100 ხელიად ბიჭო რასამობს აზია საუბარებისთვის მეგობრობისთვის ხო დაურეკე გამაგონა ბიჭო ხო რაშოში ვიცი კაი იყო რა ისე დაკარქულები ვიყავით ახლა რაღაცა ვერ ვნახეთ რაღაცა ვერ გადავეკვეთით შემოლამაზო და უღრმეს მადლობას უფიქსირებ ჩვენს ყველას კიდე კაი რომ დაიწყეს ბიჭო თუ კიდე რამდენი ხანი ვერ გნახავდით ციატრში შეხვდით ისე დაიწყეთ ხოლმე რა რაღაცები რა ეგეცებით რა ყოფილიყოს ბევრი წარმატებას გისურვებთ შენაირ ნიჭერკაც გულიანს ადამიანს როგორც მაგარ გულშემატკივარს კიდე ყველანაირი წარმატება ერთად ვიზეიმებთ პირობაზე ქვეყნის გარეთ რა ვიცი ყოფილიყოს ერთობა მეგობრობა გართობა დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ჩვენი მეგობარი იუმორისტი და ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარი სიკო ჭუმბურიძე